სახელითა მამისათა და დაზისათა და ასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მადლობ ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც აკეთებს ჩვენი სულების გადასარჩენად და რომელსაც აკეთებს ჩვენ და მის სიყვარულის გამო. ჩვენ ყველას ღვთისმოყვარე და მოშიშ ადამიანებს აღთქმა მოვეცა და ამ ახლის მიმდევრები ვართ. გახსოვთ სახარებიდან უფალი ამბობს, როდესაც რომ ქადაგებს მსმენელთაგან ერთი დედაკაცი მამაღლა იტყვის ნეტარას უცელი, რომელმაც გიტვირთა შენ და ძუძუმი, რომელსაც წოვდი. არამედ ვიტყვი, ამბობს უფალი, ნეტარ არიან ისინი, ვინც რო ისმინოს სიტყვა ჩემი და შეასრულოს, დაიცვას და იცხოვროს ამ სიტყვის საებრ. დღეს ხსენება არის ზენონი ყავთოელის. იცით, ჩვენ ეს ისტორია ბევრჯერ გვითქვავს და თქვენს თავად იცით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როცა რომ ჩვენს ქვეყანას უჭირდა, ღირსი მამები გამოაგზავნა. იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით და სულიერი ძმები არიან ზენონი ყავთოელი, აღბიბოს ნეფესელი და იოსებ ალავერდელი. საოცარი და საკვირველი სწავლება არის ამ ისტორიულ საღვთო ამბის თხრობაში. როცა რომ გვიჭირდა ღვთისმშობელმა თავისი ღვთაებრივი ძის ალბათ კურთხევით ჩვენთან გამოაგზავნა უხილავი, მაგრამ ყველაზე ძლიერი იარაღით აღჭურვილი მამები, რწმენით, იმიტომ რომ აბრაამსაც, როცა რომ მან აღთქმა მოისმინა, ირწმუნა ეჯვია შეყვარია. როდესაც რომ 100 წლის, 99 წლის აბრაამს უფალი კვლავ მეორებს თავის აღთქმას და ამატებს, რომ იქნება კურთხეული შვილი ეყოლება მას. 90 წლის სარა შობს აბრაამის ძეს ისააკს, მაშინაც მას გაუხარდა და აი ეს სიხარული და არა ეჭვი შეტანა მას რწმენად შეერაცხა. და ამ რწმენისა სანაცვლოდ მან აღთქმა მიიღო, რომ გამრავლდება შენი მოდმა და იქნებიან იმაზე მეტი, ვიდრე ცაზე არიან ვარსკვლავები და ქვიშა არის მიწაზე. ვინც ღვთის რწმენით ცხოვრობს, მას უფალი შეეწევა, ყველა განსაცდელი ღვთით დაიძლება. ჩვენი სიმრავლე არ არის რიცხობრივია, არამედ ღმერთთან ერთიანობით მტკიცე რწმენისა და საღვთო გადმოცემის წესის, სიტყვისა და მცნების დაცვაში არის. ჩვენი სიძლიერე არა სიმრავლეშია, არამედ ჭეშმარიტებაშია, რომელსაც ქვია ქრისტე და რომელსაც ქვია მართლმადიდებლური აღსარებლობა. ჭეშმარიტება ძალაში არ არის. ჭეშმარიტება რწმენაში არის მხოლოდ. დღეს ხსენება არის ლონგინოს ასისთავი, რომელიც ჯვარს მისას ჯვართან იდგა. არის გადმოცემა, რომ მან უგმირა მაცხოვარს ჯვარცმულს ლახვარი, შუბი და მისი გვერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეული თვალი განკურნა და მან დაიწყო ხედვა ამ თვალი. და მან ირწმუნა, ღმერთი გახსოვთ ეს სახარებიდან აღმოხდა. ჭეშმარიტად ზეღვთისა არის ეს. ამის შემდეგ ლონგინოზი თავის ორ თანამებრძოლთან ერთად მოიქცა ქრისტიანობაზე, დადის ქალაქიდან ქალაქში და ქადაგებს ქრისტეს სარწმუნოებას. მიუხედავად იმისა, რომ იუდეელებმა, მღვდელმთავრებმა და იმ ხალხმა ფული შეაძლიეს, რომ ტყვილი ეთქვა, გახსოვთ ესეც სახარებიდან. თმა გაავრცელეს, რომ კი არა აღდგა, არამედ მოიპარეს მისმა მოწაფეებმა. იოანე ოქროპირი და საგალობელი ამბობს, მათივე ტყვილი მათვე ექნათ სამხილებლად, რადგან გამოქვაბული, რომელშიდაც დაკრძალული იყო მაცხოვარი და დაბეჭდილი იყო ბეჭდით, ბეჭედი გაუტეხელი იყო, ქვა გადაგორებული იყო, ლოდი უფროსოვეთ და სამარხი цаრიელი. და აი მათივე სიტყვა ემხიბა. ნამდვილად დააღწდა ქრისტე და ვინც ამ ჭეშმარიტი რწმენის მიმდევარი არის, იგი არასოდეს არ ინანებს. რატომ? იმიტომ რომ ფსალმოში წერია, ბევრი განსაცდელი არის
მაგრამ არ მინახავს მართალი, ანუ მორწმუნე ადამიანის შვილი და მომავალი შვილთაშვილები დავრდომილნი და მთხოვნი პურისა. ლონგინოს ასისთავი შემდეგ აწამეს ქრისტესთვის და მას თავის მეომრებთან ერთად თავები მოჰკვეთეს, ხოლო სხვები, რომლებიც დათანხმდნენ სიცრუეს ოქროს სანაცვლოდ, სათითაოდ დახოცეს თავად იუდეველებმა. დღეს სახარება წავიკითხეთ გონიერი კეთილი მთესვლის შესახებ. და ამ სახარებაში ნათქვამი არის, რომ თესლი, რომელიც რომ ითესება უფლისაგან, ეს არის მცნება, სიტყვა უფლისა. აკი ვთქვით, არათუ მხოლოდ ის არის ნეტარი, ვინც მოისმენს, არამედ ის, ვინც ამ მოსმენას შეასრულებს. აი ეგ ზუსტად მოყოლილი არის, მოთხრობილი არის. ზოგი კუდიანზე დაეცა, ზოგი ქვიანზე უფროსწორედ, ზოგი ნიადაგში, სადაც მერე ეკალნი ამოვიდნენ და ზოგი ნოყიერ მიწაზე დაეცა. და როცა რო აღმოცენდება ხორბალი, ზოგი არის ნაყოფის მომცემი 30-ით, 60-ით და ასეულით. თითოეული ჩვენთაგანის გული მიემსგავსება იმ ნოყიერ ნიადაგს, რომელზედაც დაცემული უფლის სიტყვა ცოცხლობს დღესაც და თავის თავს შეღავაც არ აძლევს. არ ეძებს მიზეზს, რომ თავი გაიმართლოს. მამები ამბობენ, ვინც თავს იმართლებს, ეს უკვე ბრალეულია, დამნაშავეა. გახსოვთ უფალი, როდესაც პილატესთან მიიყვანეს, ეკითხება, კითხვებს უსმენს. ერთხელ უპასუხა და შემდეგ აღარ პასუხობს. როგორ? შენ არ პასუხობ, რომელსაც მაქვს ძალაუფლება შენი დასჯისა და შენი, ასე ვთქვათ, შეწყალების. ხოლო უფალი პასუხობს, არა შენ გაქვს ეს ძალა, არამედ ვინც მომავლიდა, მან მოქცა ეს ძალა. ვინც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს, მას პასუხი მოეთხოვება. ეს ძალაუფლება არა მხოლოდ მთავრობა ან თუ ხელმწიფობა, ეს ძალაუფლება არის ის, რაც ჩვენ მივიღეთ. რწმენა ქრისტესი, ნათლისღებისას მივიღეთ. და გახსოვთ, როდესაც ინათლებიან ან თუ მოვინათლეთ. მაშინ როცა მოვინათლეთ, ალბათ ასაკის გამო ბევრი რამ არ გვესმოდა. მაგრამ უკვე ის ასაკი გვაქვს, რომ ყველაფერს დაუკვირდეთ. ნათლობისას მოძღვარი ეკითხება მოსანათლს და თუ ის ჯერ უასაკოა, ან თუ მაწვილია, მაშინ მის სანაცვლოდ ნათლია პასუხობს. განაგდებს სატანასა, განვაგდებს სატანასა და შეუდგები ქრისტესა, შეუდგები ქრისტესა და წამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი. ეს სიტყვები არ იკარგება და ვინც რომ თავს იმშვიდებს მოგონილი ზღაპრებით, რომ არ ცოდვა, მან უნდა იცოდეს, რომ ცოდვად არ შეერაცხებათ ყრმებს და ჩვილებს, რადგან მათ ჯერ ამისი ძალა უნარი არა. ხოლო ცოდვად შეერაცხებათ მათ, რომელთაც გონება აქვთ და განჯის უნარი. ხოლო აი სად მოიხმარენ ამ უნარს, ღვთისმოცემულს და გონებას, ღვთისკურთხეულს, ამაზე სახარება ამბობს და მამებიც ქადაგებენ. სადაც ეიყოს საუნჯე თქვენი, იქ იყოს გული და გონება თქვენი. თუ კი საუნჯე არის უფლის სიტყვა, გული და გონება იქ არის. თუ კი საუნჯე არის თქვენი, ჩვენი, ყველასი ადამიანების ანგარება, მომხვეჭელობა, ბოროტის სიტყვის თქმა, ან თუ ქვეგამხედაობა, გაიძვერობა, მაშინ გულის და გონებაც იქ არის და გამუდმებით ზრახავს ესეთი გული და გონება, არა საღვთო სიტყვას და მცნებას იბრძნეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ უფლის საწირას, საპირისპიროს, უფლისათვის არასათმო საქმეს. მადლობთ ღმერთს, რომ მოგვივლინა ღირსი მამა ზენონი ყალთველი. ჩვენს ეპარქიაშია, დღეს იქ სარესტავრაციო სამუშაოები არის, ამიტომაც ჩვენ ვერ ვწირებთ ზენონი ყალთველის მონასტერში. გვაქიმედი, რომ ეს დასრულდება ეს სარესტავრაციო სამუშაოები და ყველანი გავიხარებთ იქ ერთად ლოცვის გამო. და ზენონი ყალთველის ღვაწლით, ლოცვით ჩვენმა ქვეყანამ, არა მხოლოდ ჩვენმა მხარემ, მიიღო დიდი ნათელი ქრისტესი. თავად უფალი ამბობს, მე ვარ ნათელი ამ სოფლის, რომელიც შემომიდგეს მე, არ ვიდოდეს ბნელსაშინა. ვითხოვთ ღირსი მამისაგან, ლონგინოს ასისთავისაგან და ყველა წმინდანისაგან,
რომ ჩვენი ერთხელ აღიარებული სარწმუნოება და მიღებული ბეჭედი სულისა წმინდისა ღმერთმა ნათლით გვატაროს, სიყვარულით გვატვირთებინოს და ღვთისადმი ერთგულებით მოყვასი სიყვარულით აღვესრულებინოს მცნება. რადგანაც უღელი ჩემი უფალი ამბობს, ტკბილია და მსუბუქი, რაგით მძიმედ გვეჩვენებოდეს, უფალი გვეუბნება, აღთქმას გვიდებს, რომ უღელი მისი ქრისტიანობა არის მსუბუქი და ტკბილი. მერთვაინებებს, ჩვენი ყველას ერთად ყოფნა ქრისტეს ნათლში, იმ მსუბუქითა და იმ სიტყვოთი, რომელსაც ქვია ქრისტე, გვიარით აცდაუკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენთან ჩამოგზავნდა რუსთავის ქალთა საზოგადოებას. მე ესე ვიტყვი ქეთევან წამებულის სახელობად ვიტყვი ამ საზოგადოებას. ქალბატონებმა იგულისმოდგინეს ეს ბაირაღი, რომელიც ასე ვთქვათ, მოიქარგა, ხელით არის ნაქარგი. დრო დიდი ხანი დაშირდა, იმიტომ რომ შრომა ძალიან დიდია. მოიქარგა საგანგებოდ ალავერდის ტაძრისთვის, მონასტრისთვის. და აი ამ ქალბატონების გულმოდგინება ღმერთმა აკურთხოს და დაალოცოს და ეს შემართება მისცეს მათ ყველა საქმეში. ლოცვა იქნება ეს თუ ოჯახის რაცულანა ეს ესედაც აქვთ, მაგრამ ჩვენ კიდევ ვისურვებთ და ვავედრებთ ზემო ნიხალთებს. ეს მე ვფიქრობ, რომ იქნება კარგი დასაწყისი, შეიძლება წესი ტრადიცია, მარტო ამ ქალბატონების იმედად ხო არ ვიქნებით, ალბათ კიდევ გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც ასევე მოინდომებენ მსგავსი ბაირაღი შექმნან ჩვენი ტაძრისთვის, ჩვენი მონასტრისთვის. მინდა დაულოცო თითოეული მათგანი და მინდა დაულოცო აი დღევანდელ დღეს თითოეული თქვენთაგანი და სამასოროდ გადმოგცეთ ამ ბაირაღის ასლი, რომელიც თქვენც მოგაგონებთ იმ პასუხისგებლობას, რომ ვისაც როგორ შეუძლია ღვთისადმის მსახურება და ერთგულება დაამტკიცოს სიტყვით, საქმით, სათნოებებით, რომელიც ღმერთმა უხად მოგცა და მოგმადლა და სხვისთვის, რასაც რომ გავუნაწილებთ სხვა სიკეთესა და სიხარულს, ასილად ღმერთი ჩვენ დაგვიბრუნებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი. აი თქვენ პირადად სიცხარეა ჯერ ახალ კავკასიის ისტორია, დიდი მადლობა. წიგნი, კავკასიის ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა. შენ დამიჭირე მაშინ და მე მივაწვე. ყველამ უნდა ვიცოდეთ ისტორია. ისტორია არის საფრთხე ისტორიაც, ეკლესიის ისტორია და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მხარის, კავკასიის ისტორია, ზოგადად ისტორია, საეკლესიო ისტორია. იმიტომ რომ ამ ისტორიულ ამბებში თხრობაში არის ჩვენი დაცემისა და გამარჯვებების დიდი ამბები მოყოლილი და ადამიანს ღვთით გონება მოგვეცა მიემადლა იმისათვის რომ განსჯით სიბრძნით დაცემებშიც ნახოს სასიკეთო სულის სასაშენებლად და გამარჯვებებშიც ნახოს სასიკეთო სულის სიმდაბლისათვის და ისევ სულის სასაშენებლად. იმიტომ რომ ვინც თავი მოიწონა ის დაეცა. აბრაამმა როცა რომ გაიმარჯვა და ლოტი თავისი ძმისშვილი გაანთავისუფლა, ღმერთს ადიდებს და ამით მელქისედეკ მღვდელმთავრის წინაშე აღიარებს, რომ გამარჯვება ღმერთს ეკუთვნის, თორემ გვირგვინი აბრაამმა მიიღო. ისე ჩვენ ყველა ჩვენი გამარჯვება ღმერთს ეკუთვნის, ხოლო გვირგვინი ჩვენ ღმერთმა დაგვეცა და გაგახარდა.